საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის სახე დღეს გაგიზიარებთ 8 სუპერ საკვებს, რომელიც ბავშვის სხეულს ყველაზე ძალიან სჭირდება. ბავშვის სხეული და ზრდასრული ადამიანის სხეული ერთ და იგივე არ არის. საქმე არის რომ ბავშვის სხეული ვითარდება და ახლა ის ვითარდება, მან ყველა ელემენტი, ყველა ვიტამინი და ყველა ამინომჟავა უნდა მიიღოს დროულად და საკმარისი რაოდენობით. საკმარისი არ მიიღოს დროულად, ან არ მიიღოს საკმარისი რაოდენობით და მისი განვითარება ფერხდება არა მარტო სიმაღლეში, ასევე შინაგანი ორგანოების კუთხითაც და მათ შორის გონებრივი რესურსიც იზღუდება. მე რო ვიყო მაგალითად მშობელი, ჩემ ცოლმას მაგალითად გამოვიყენებდი შემდეგნაირად. მაგალითად დილის საათებში მე ბავშვს მიცემდი კვერცხს და ასევე იოგურტს, რატომ მაინც და მაინც ამორსაკვებს, ამას ძალიან მარტივი ახსნა. კვერცხში ყველაფერი რაც შეიძლება ბავშვის სხეულის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მაგალითად აიღე კვერცხის ცილა. მაშინ ბევრი ცილა და ამ ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავა რომ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ცილა ადამიანის სხეულში. ამიტომ კვერცხის ცილა იდეალური საკვებია ბავშვისთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეს ყვითრიც. ყვითრში ძალიან დიდი რაოდენობით არის B ვიტამინი, მათ შორის ვიტამინი B12, რაც ნერვულ სისტემაში ჭირდება და ასევე ნივთიერება ქოლინი. და შეჭირდება ბავშვის სხეულს მაგალითად ქოლინი. იმისთვის რომ წარმოქმნას აცეტილქოლინი. ეს არის თავის ტვინის ნეირომედიატორი, რის საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამიტომ კვერცხი იდეალური საკვებია. აქვე დავამატოთ იოგურტიც. რატომ მაინც და მაინც იოგურტი? იმიტომ რომ მასში ძალიან დიდი რაოდენობით არის კალციუმი და ფოსფატები. რა თქმა უნდა შენ კალციუმი და ფოსფატები იმისთვის რომ კბილები ჩამოყალიბდეს და ასევე ძვლები. ესენი ხო ვითარდება, ამიტომ როგორ გინდა ჩამოყალიბდეს კბილები და ძვლები თუ არ მიეცი კალციუმის და ფოსფატების წყარო. ამიტომ ამ კუთხით იოგურტი კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ იოგურტს ბონუსიც აქვს. მასში საკმარისი რაოდენობით პრობიოტიკებიც. ეს პრობიოტიკები ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიული ფლორით ასახლებს. რა შეჭირდება ბავშვს მსხვილ ნაწლავში სწორი ბაქტერიული ფლორა? იმისთვის რომ მისი იმუნური სისტემა იყოს სწორად განვითარებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბავშვის იმუნური სისტემაში ეს უჯრედები სადგადიან წვრთნას, ცალკე ბაზა აქვს დაქირავებული? არა, ისინი იწვრთნებიან და სწავლობენ ბრძოლას სწორედ რომ მსხვილ ნაწლავში, ამიტომაც რომ კვერცხი და იოგურტი დილის საათებში იდეალური საკვები იქნებოდა. სკოლაში წასვლის წინ მას გავატანდი მაგალითად ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბრუნდებულ მასას. რატომ მაინც და მაინც ამ სამს? ამას მარტივი ახსნა. შეხედე სტაფილოს, მე როცა ვთქვა ვიყავი პატარა, სულ მეუბნებოდი რომ სტაფილოსში არის A ვიტამინი, რაც ეხმარება შენს თვალს, კერძოდ ბადურას, რომ კარგად დაინახო ყველაფერი. ეს მართალია. ბავშვი თელეთე კითხულობს, ამიტომ მის თვალს სჭირდება ხო თავისთავად სწორად ჩამოყალიბებული ბადურა და ამ კუთხის სტაფილოს A ვიტამინი კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ სტაფილოსში არსებული A ვიტამინი მხოლოდ ხედველობას არ ეხმარება. კანსაც ეხმარება. ბავშვებში კანი ძალიან პრობლემური ორგანოა და საკმარისია კანზე იყოს რაღაცა გამონაყარი და ბავშვი უკვე ავტომატურად უკვე იკეტება, ხო, იზღუდება, სოციალური აქტივობა უკვე მას უმცირდება. ამიტომ სტაფილო კარგი გამოსავალი იქნებოდა როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. მაგრამ სტაფილოს გარდა ბანანიც გვჭირდება ჩვენ. რატომ მაინც და მაინც ბანანი? ახლა წარმოიდგინე შეიძლება თქვა ფიზიკის გაკვეთილზე ხსნი იქ რაღაც ამოცანას, ქიმიის გაკვეთილზე ხსნი რაღაც ამოცანას, მათემატიკის გაკვეთილზე ხსნი რაღაც ამოცანას. გეხარჯება ეს ნახშირები, როგორ უნდა მიიღო? როგორ და ბანანში არსებული მარტივი ნახშირები იდეალური გამოსავალი იქნებოდა ამ კუთხით. ბანანში ასევე კალიუმიც არის, გარდა ამისა, მასში ძალიან ბევრი B ვიტამინია, მათ შორის ვიტამინი B6, ვიტამინი B1, ვიტამინი B12. ამიტომ ბანანი სჭირდება ბავშვს. გარდა ამისა, ბანანში ასევე ძალიან ბევრი რაოდენობით არის სეროტონინი, რაც ეხმარება ბავშვს, რომ გონება განწყობა შეინარჩუნოს მაღალ ტონუსში. და ავოკადო, რატომ მაინც და მაინც ავოკადო? რა უნდა ავოკადოს ამორთან ერთად? ავოკადოში ამინომჟავები ძალიან ბევრია, ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია. ამიტომ ავოკადოს, სტაფილოს და ბანანს დავაბრუნდებდი და ასე მიცემდი მას. შუადღეთო დაბრუნდებოდა სახლში, შუადღის საათებში მე ვიფიქრებდი, აი კიდევ რა შეიძლება გამოადგეს მის სხეულს, კიდევ რა შეიძლება გამოადგეს რკინა. რატომ მაინც და მაინც რკინა? ნუ დაფიქრდი ახლა. ადამიანის ორგანიზმში ენერგია ჰაიდან არ ჩდება. შეიძლება ენერგია ჰქონდეს, გჭირდება ამისთვის საკვები, მაგრამ საკვებთან ერთად ჭირდება ჟანგბადიც, რომ ეს ყველაფერი დაცვა და ენერგია ამოიღო. მაგრამ ჟანგბადი საიდან უნდა ჰქონდეს? თუ ჰემოგლობინი არ იქნება საკმარისი რაოდენობით. ანუ გჭირდება ჰემოგლობინი, რომ ჟანგბადი ჰქონდეს სხეულში. ჰემოგლობინის რკინა ჭირდება, ამიტომ შეუძლია მისცე ბავშვს ისეთი საკვები, რაც რკინა შეიცავს. მე რო პატარა ვიყავი, მეუბნებოდი რომ თუ მინდა რომ რკინა შენ გქონდეს სხეულში და ჰემოგლობინი წარმოქმნა, დალია ყურძნისწვენიო. ეს ისურველია, ყურძნისწვენში რაოდენობით რკინა არ არის, რომ ბავშვის სხეულმა ჰემოგლობინის რაოდენობა აწიოს. აბა რა უნდა ნახო შენ ისეთი რაშიც იქნება რკინა ადვილად ასოცირებელი? წითელი ხორცი. წითელ ხორცში არის ცილა, მას ქვია მიოგლობინი და სწორედ ის შეიცავს იმ რკინას, რასაც ბავშვი ადვილად ითვისებს. ამიტომ ხორცის მიცემა იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ნუ მე ესმის ახლა ხორცზე ხელი ყველას არ მიუწდება, საკმაოდ ძვირი ცხრის. ამიტომ შეგვიძლია ხორცი მისცე პერიოდულად და იქვე პერიოდულად გამოიყენო მის მაგივრად მარცვლეული. დღეს მარცვლეული დიდრდება რკინით, ამიტომაც არის რომ მარცვლეულის მიცემაც იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ქათმის ხორციც ერთი ორს თქვა. ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა, მაგრამ ქათმის ხორცში ასევე დიდი რაოდენობით არის ვიტამინი B6. რადგან ვიტამინი B6? იმიტომ რომ რო შეჭამ ნახშირწყლებს, რო შეჭამ ცხიმებს, მათგან ენერგია ამოიღოს, სწორედ ამაში იხმარება ვიტამინი B6. და აქვე ბარემ მიწურს, საღამოს საათებში შეიძლება მივეცა მაგალითად წითელი კარტოფილი. წითელი კარტოფილი ეს არის ჩვეულებრივი კარტოფილი გაჭრებული სახამებით, არა. მაშინ ძალიან ბევრი ბოჭკო არის ეხმარება მსხვილ ნაწლავს სწორ პერისტალტიკაში. გარდა ამისა, იმავე კარტოფილში ასევე დიდი რაოდენობით არის
კალიუმიც. ეს კალიუმი სჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს. როგორც უკვე დააკვირდით, ჩვენი ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები თითქმის ყველა კუთხით გადაფარავს ბავშვის ნებისმიერი ორგანოს განვითარებას. აბა შევაჩამოთ, რა ჩამოთვალეთ ჩვენ ასეთები. ეს შეიძლება იყოს კვერცხი, ეს შეიძლება იყოს იოგურტი, ეს შეიძლება იყოს, ასევე ყველის პერიოდულად, ეს შეიძლება იყოს ავოკადო, ეს შეიძლება იყოს სტაფილო, ბანანი და ასევე წითელი კარტოფილი. როგორც უკვე დააკვირდით, ამ პროდუქტების მიცემით ბავშვის თითქმის ყველა ორგანო იხეირებს და სწორად განვითარდება. როგორც უკვე დააკვირდით, ბავშვების განვითარებაზე უნდა არც რთული ყოფილა. ჩვენს თერაპიულ გითხოვს ის პოვნად ჩვენს რეალობაში რთული იქნებოდა. ძალიან მადლი გაგჩებით, რომ ამ ჩემს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვუსმენთ და ასევე გავუსწრებთ სხვებსაც. ჩვენ შევხვდებით მომდევნო გადაცემაში კიდევ უფრო საინტერესო თემებით. დროებით.